გამარჯობა, დაგიბრუნდით უბრალო ადამიანი, შიშის არქივი, მოვორიგი, კარგი ეპიზოდით. ეს ეპიზოდი იქნება ძალიან განსაკუთრებული, რადგან პირველი ისტორია იქნება, რომელსაც ბრმად წავიკითხავ. ანუ ეს არის პატარა ისტორია, დიდი არ იქნება სამწუხაროდ. ვთხოვე მეგობარს რომ გადაეთარგმნა, ასე რომ მე შეხება საერთოდ არ მგონია. არასდროს არ წამიკითხავს, არასდროს არ მომისმენია, გადათარგმნაშიც არანაირი მონაწილეობა არ მემიღია. ასე რომ ამ ისტორიას ისევე როგორც თქვენ პირველად წავიკითხავ და მოვისმენ. ასე რომ ძალიან განსაკუთრებული ეპიზოდი იქნება და იმედი მაქვს რომ მეც და თქვენც ძალიან მოგეწონებათ. ხო და ნახოთ რა იქნება. გადავიდეთ ახლა ჩვენს ისტორიაზე. დღევანდელ ისტორიას კი ქვია ჩემს გადანერგილ გულს რაღაც სჭირს. ყოველთვის სუსტი გული მქონდა. არა მხოლოდ ფიზიკურად, საკუთარი ჩრდილისაც კი ყოველთვის მეშინოდა. გასაკვირი არ ყოფილა როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ გულის შუილი მქონდა. გულის შუილი, ჩემი ყლეა. პრიალი? გულის შუილი რა არის? მაინც ერთი წავი. გული. ორიგინალს უნდა ჩავხედო, ერთი მაინტერესებს ორიგინალში როგორა. Heart murmur რა არის? ზე ხარ. მოკლედ, თურმე გულის შუილი არის, როდესაც გულიდან ძალიან კარგად ისმის სისხლის მიმოქცევის ხმა. უმეტესად არაფერ ცუც არ ნიშნავს ეს, მაგრამ მაინც გადამოწმებას საჭიროებს. გულის პრანჭოები მეგონა რომ იქნებოდა, მაგრამ არა, მართლა შუილი არის, ანუ სისხლის მიმოქცევის ხმა ისმის გულიდან. ეთყობა გულის აქვს ძალიან თხელი კედლები და უფრო მარტივად ისმის, ალბათ. კაი, გავაგრძელოთ. როდესაც ექიმებმა მითხრეს, რომ გულის შუილი მხოლოდ გულის შუილი არ იყო, 1 წელი გამოკვლევებში, 1 წელი თერაპიაში, საავადმყოფოში მუდმივ სიარულში და ბოლოს მითხრეს, რომ ეს ყველაფერი ამაო იყო. ჩემი საწყალი, სუსტი გული შობას ვერ გადაიტანდა. უცნაური რამაა, როცა გეუბნებიან, რომ კვდები. თავიდან ამას ვერ შევეგუე. ვსვამდი და ფულს ვხარჯავდი. უგუნურ, სულელურ რაღაცებს ვაკეთებდი, რადგან საშინლად მეშინოდა. შემდეგ ამბავი შევიტყვე. ახალგაზრდა ქალს, ლორას, ტვინის სიკვდილი დაუდგინეს და მე იღბლიან რჩეულს 1 კვირის შემდეგ სრულიად ახალ გულს გადამინერგავდნენ. საავადმყოფოში ნელა ფრთხილად მივედი და მოვემზადე იმ განსაცდელისთვის, რომელიც მელოდა. როცა ბოლო ღამეს საწოლში ვიწექი, ლორას სახელი თავში მიტრიალებდა და არ მასვენებდა. თითქოს მისი სახელი მოციმციმე შუქებით იყო დაწერილი. ყოველთვის, როცა თვალებს ხუჭავდი. ეს არასწორი იყო. ვიცოდი, რომ ასე იყო. მაგრამ უნდა მენახა ქალი, რომელიც თავის გულს მაჩუქებდა. არასწორად მიმაჩნდა, რომ ვერ დავინახავდი იმ ადამიანის სახეს, ვინც ჩემს სიცოცხლეს იხსნიდა. გრძელ დერეფნებში დავდიოდი, სანამ იმას ვიპოვიდი, რასაც ვეძებდი. არ ვჩქარობდი, ვცდილობდი არც ერთი სახელი არ გამომრჩენოდა. დრო ახლა უკვე თავზე საყრელად მქონდა. პალატის წინ საწოლზე იწვა. მის გვერდით ქალი იჯდა. ხელს უჭერდა და ჩემი სუსტი გული ამის დანახვაზე შეხდა. მოგაცრავად. წარმოდგენა არ მქონდა რამე თქვა მისთვის. მე ჯენა ვარ. ის ადამიანი ვარ. ხვალ ოპერაცია მაქვს და ის ვინც ლორას დედად მივიჩნიე, წამოდგა და მის თვალებში ჩახედვისას მივხვდი, რომ იცოდა ვინც ვიყავი. მადლობა რომ მოვბრძანდით. ვიცი, უცნაურია, მაგრამ მისი ნაწილი თქვენში გააგრძელებს ცხოვრებას. მინდოდა გამეცანით. იქვე ვიდექი, უმწეო და უსიტყვო. ლორას დედამ ხელი დამიქნია, რომ მივსულიყავი. გთხოვთ, ნუ იგრძნოთ თავს უხერხულად. მითხრა მან,
სწორედ ამას ინატრებდა. ლორას გვერდით მდგარ სკამზე დავჯექი. რა დაემართა? სიტყვა შემიწყდა. ამის კითხვა საშინელება იყო. ლორას დედამ ნაძალადივი ღიმილით მიპასუხა. ის მზრუნველი იყო. ძალადობის მსხვერპლ ცოლებსა და ქალებს ეხმარებოდა. გასულ თვეს ერთი ბიჭი გაიცნო და მოკლედ ვფიქრობ წლების განმავლობაში მიღებული ტრენინგი ვერ გეხმარება, როცა შეყვარებული ხარ. მან საყურადღებო ნიშნებს ყურადღება არ მიაქცია და მან ის მოკლა. ის თავის ცხოვრებას მათ უთმობდა, ვისაც ის სჭირდებოდა. ლორას დედამ ქვემოთ ჩაიხედა. არ ვიცი, რატომ გავაკეთე ეს, მაგრამ ხელი გავუწოდე და ლორას ხელი ჩავკიდე. მოუჭირე. ძალიან უწუხარ. ერთხელ მყავდა შეყვარებული, რომელიც ისიც ასეთი იყო. ლორას მსგავსმა ვინმემ დამაჯერა, რომ მიმეტოვებინა. ლორას დედამ კიდევ ერთხელ გამიღიმა. მის თვალებში ცრემლებს ვხედავდი. მერე ლორამ ხელი ჩამჭიდა. მაგრად ისე ძლიერად ჩამაფრინდა, რომ ფრჩხილებით კანი გამიჭრა. შევკრთი, სახეზე კოშმარული გამომეტყველება მქონდა. ლორას დედამ მშვიდად შემომხედა. ის ზოგჯერ ჩემს ხელსაც ასე უჭერს. მგონი ექიმები ამას კუნთების სპაზმს ეძახიან. ყოველ შემთხვევაში იქ ლორა აღარ არის. მე ჩემს ხელის გულზე გაჩენილ პატარა, ახლად დაწვეთებულ სისხლს შევხედე. ოპერაციამ იდეალურად ჩაიარა. როცა ყველაფერი დასრულდა, აღდგენის პალატაში გადამიყვანეს. მკერდზე არსებული ჭრილობა მარლით მქონდა დაფარული. ვიფიქრე, რომ მსჯობდა, არ მენახა. მეტი გულის პრობლემა არ მჭირდებოდა. პირველი დღე ტკივილგამაყუჩებლების ზემოქმედების ქვეშ გავატარე. მხოლოდ ცოტა რამ ვჭამე და ალბათ ორჯერ წამოვჯექი. ეს ხანგრძლივი პროცესი იყო. დამამშვიდებლები მოქმედებდა და თითქმის მთელი დღე მეძინა. გამოსვლის წინა დღეს ლორას დედამ მომაკითხა. მისი სიმშვიდე არ შერყეულა, მაგრამ ხედავდი, რომ იტანჯებოდა. 10 წლით დაბერებულს გავდა და ხელები უკანკალებდა, როცა მომეხვია. როდის მიდიხარ სახლში? ხვალ. უთხარი მე. გთხოვ, ნებისმიერ დროს მობრძანდი. მისთვის ჩემი მისამართის ჩაწერა დავიწყე. როდესაც თვალის კუთხით კარში სინათლეში გამოწყობილი ქერა ფიგურა დავინახე, რომელიც სწრაფად გაუჩინარდა. ლორას თმასავით კაშკაშა ქერა. აუ! ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაცას ხელი ისე ძლიერად მოეჭირა, რომ ლამის ძულები დაემტვრია. ლორას დედა ჩემკენ გამოიქცა, თვალებში შეშფოთება ეხატა. რა გჭირს, გული გტკივა? ბოლო სიტყვებზე წაბორძიგდა. თითქოს ახლა ხვდებოდა, რა თქვა. ვცადე დამემშვიდებინა და ვუთხარი, რომ ექიმებს შევატყობინებდი. მან კი სახეზე წუხილით დატოვა ჩემი ოთახი. როცა ქვემოთ გავიხედე, ლორას თითების კვალივით ფრჩხილების ახალი ნახევარწრიული კვალი დავინახე. 10 ერთნაირი სისხლიანი ღიმილი. 10 ერთნაირი სისხლიანი ღიმილი, რა კარგადაა დაწერილი, ანუ ფრჩხილს ხომ ამგვალებული ფორმა აქვს და ან ორივე ხელით ჩაარჭო, რაღაც სული იყო ლორასან რაღაცა. დამბურძგლა 10 სისხლიანი ღიმილი, ძალიან კაია. ისევ кайფობ, ეხა ვერც არ მოგიდგენიათ. 10 სისხლიანი ღიმილი.
კაი გავაგრძელოთ. სახლში ტაქსით დაბრუნება ხანმოკლე იყო და სანამ აზარზე მოვიდოდი, უკვე ჩემს ბინაში ვიყავი. უცნაური იყო იმ ადგილისკენ დაბრუნება, სადაც ბოლოს შევჩერდი. ჩემი ცხოვრება თითქმის დასრულებული იყო იმ ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, რაც აქ ცხოვრობდი. შევხედე არეულობასა და მუყაოს ყუთებს, ერთი ღამის ნარჩენებს, როდესაც ცრემლებით ვცდილობდი ჩემი ნივთების ჩალაგებას და შეფუთვას, რათა ჩემს მშობლებს ჩემი სიკვდილის შემდეგ ამის გაკეთება არ მოსწეოდათ. ლორას გული იმდენად ძლიერად უცემდა, რომ მეგონა მკერდიდან ამომიხტებოდა. მუდამ ასე იყო და მივხვდი, რომ ეს ალბათ ჯამრთელი გულისცემა უნდა ყოფილიყო. მაშ რატომ ვერ ვიშორებდი ამ უსიამოვნო შეგრძნებას? ლორა საავადმყოფოს საწოლში იწვა, მაგრამ დედამისი იქ არ იყო. ჩემს ყურებში ისე ხმამაღლა მესმოდა ჩემი და ლორას გულისცემა, რომ ტკივილი ელვისებურად მივლიდა მთელ სხეულში. ვცადე ყურები დამეფარა, მაგრამ ხელები გვერდებზე მქონდა მიჭერილი. რაღაც აუხსნელი ძალა საწოლზე მწოლიარე ლორას უმოძრაო სხეულისკენ მიბიძგებდა. მას ლურჯი ტუჩები ჰქონდა. ფანჯარა კი გაღებული იყო და მისი ქერათმა სახეზე ეფინებოდა. თითქმის თავზე ვედექი, როცა უცებ თვალები გაახილა. ისინი რძისფერი იყო, მკვდრის თვალები. გაეთრიე! ხრინწიანი გოგონა ხმით თქვა მან. გულისცემა სულ უფრო და უფრო უჩქარდებოდა. თითქოს დოლზე უკრავდნენ და მეგონა, რომ ამას ვეღარ გაუძლებდი. შემდეგ გამეღვიძა. ხმა ნამდვილი იყო. ლორას გული იმდენად ხმამაღლაც გერდა, რომ მეგონა ყურის ბარაბნები გამისკდებოდა და ტკივილისგან ვიყვირე. ყურების დახშობას ვცდილობდი. ამაო იყო. ხმა ჩემს სხეულში, სადღაც სიღრმეში იბადებოდა. ვგრძნობდი, როგორ მოძრაობდა ფეთქვის ტალღები ექოდ ჩემს მკერდში. საწოლიდან წამოხვდი. სუნთქვა მიჭირდა და ტელეფონის პოვნა ვცადე. ვინმესთან უნდა დამერეკა, ვინც კი მიპასუხებდა. გაეთრიე! ეს ლორას გულის მხარე ბაგუნის ფონზე სუსტი ჩურჩული იყო. დაბალი, ხრინწიანი ხმა, რომელიც თითქოს ცხოველს ეკუთვნოდა. კარისკენ გავცოცდი, დერეფანში დახმარების ვედრებით დახრჩობილი. ჩემმა მეზობელმა კარი გააღო. როცა დამინახა, როგორ ვიწექი იატაკზე და გულზე ხელს ვიჭერდი, თვალები გაუფართოვდა. მან საავადმყოფოში წამიყვანა. მე კი მის მანქანაში მის გვერდით სავარძელზე ვდიროდი. დაახლოებით 50 სხვადასხვა გამოკვლევის შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ჩემთან სრულიად ყველაფერი რიგზე იყო. მითხრეს, რომ გული რეგულარულად მუშაობდა. არტერიული წნევა ნორმალური მქონდა და ყველაფერი შესანიშნავად იყო. მოსაცდელში ვიდექი და ჩემს სირცხვილსა და იმედგაცრუებაში ვიხრჩობოდი. ის გული ჩემი არ იყო. ჩემი ტელეფონი მაგიდაზე აწკრიალდა. უცნობი ნომერი იყო. შესანიშნავია. სწორედ ეს მაკლდა კიდევ ერთი აუხსნელი საშიში რამ. ტელეფონის მეორე მხარეს უცნობი ადამიანის სახით. ხაზზე ჩემი ხმა ძლივს მესმოდა. გამარჯობა. დილამშვიდობის, ეს თემზის ველის პოლიციაა. გირეკავთ, რომ შეგატყობინოთ ინციდენტის შესახებ, რომელიც დღეს დაახლოებით დილის პირველ საათსა და 30 წუთზე თქვენს ბინაში მოხდა. სირცხვილის ტალღამ დამიარა. ძალიან წუხვარ, ცოტა ხნის წინ ოპერაცია გამიკეთეს და თავს კარგად არ ვგრძნობდი. მეზობელმა საავადმყოფოში მანქანით წამიყვანა და გონი სანამ წავიდოდი, დერეფანში ცოტა გავითიშე. ტელეფონის მეორე მხარეს ხანმოკლე სიჩუმე ჩამოწვა. ვშიშობ, ეს ისეთი ამბავია, რომ სჯობს დაჯდეთ. ლორას გულისცემა ვიგრძენი. ძლიერი და მშვიდი. მოხდა იძულებით შეჭრა ბატონი სემუელ მეთიუსის მიერ.
ჩვენი პოლიციის მონაცემების თანახმად ის თქვენი ყოფილი პარტნიორია და თქვენ მის წინააღმდეგ 2017 წლის სექტემბერში შემაკავებელი ორდერი გააცემინეთ. სისხლი გამეყინა. კი? ის პოლიციის განყოფილებაშია. მას ავტომატური იარაღი უპოვეთ და მიგვაჩნია, რომ თქვენთვის ზიანის მიყენება აპირებდა. ამჟამად თქვენს ბინაში ოფიცერია გაგზავნილი, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით იმის მიხედვით, თუ რამდენ ხანს დარჩებით საავადმყოფოში. მადლობა გადავუხადე და ტელეფონი დავკიდე. ერთი წამით კედელს მივაყრდენი. საშინელება ნელ-ნელა მიპყრობდა. 10 წუთით გვიან ჩემს ბინაში რომ ყოფილიყავი, ის ჩემს პოვნას შეძლებდა. ლორას გულისცემა კვლავ ყურებში ჩამესმა. მაგრამ ახლა ის ნაზი და დამამშვიდებელი იყო. დედამისმა თქვა, რომ ის მთელ თავის ცხოვრებას იმ ადამიანების დახმარებას უთმობდა, ვისაც ეს სჭირდებოდა. ორივე ხელი გულ მკერდზე მივიდე. საკუთარი მადლიერებით გაოგნებულმა და ლორას მოусმინე. და ისიც ჩემს გადანერგილ გულს რაღაც სჭირს. ვაუ, ნამდვილად არ იყო ისეთი საშიში ისტორია, როგორცაც ვკითხულობთ ხოლმე, მაგრამ ცოტა წრემლი მომადგა ვიგრძენი. აი, კარგი ისტორია იყო. ანუ მაინც და მაინც ჰორორი ისტორია არ იყო, მაგრამ აი უბრალოდ კარგი ისტორია იყო. შეიძლება ვიღაცები იმედგაცრუებულები ხართ, რომ ჰორორი არ იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ლორას ტელეფონში დაინახავს, ანუ დიდი ალბათობით მის სულს და ის მომენტი, როცა 10-ვე ერთნაირ, ესე ვთქვათ, ფრჩხილებს ჩაჭირებს ლორას სული იდეაში თავარ პერსონაჟს და დიდი ალბათობით ამით რაღაც მხრივ ტრანსფერს მოახდენს მისი სულის მის სხეულში, როგორც მისი გულის. ანუ ამ ოპერაციით არა მარტო ლორას გული მიიღო, არამედ მისი სულიც. ნაწილი მაინც, არ მგონია მთლიანად შესახლებოდა, ნაწილი გადავიდა, რადგან გულში იყო, ესე ვთქვათ რა, ძალიან ეს ლიტერატურულად რომ ვთქვათ. და მერე ის ფაქტი, რომ ლორას გულისცემა, რომელიც იდეაში კოშმარი უნდა ყოფილიყო და რაღაცა უნდა დამართნოდა, ამით ამ ჩვენს მთავარ პერსონაჟს რაღაც კოშმარი, რაღაც ჰორორი, რაღაც საშინელება რეალურად აღმოჩნდება, რომ ბოლოს უბრალოდ პლოტ ტვისტია და ლორა თავიდანვე ამ გოგოს თუ ქალის დახმარებას ცდილობდა მის გადარჩენას, როგორც ის მის სიცოცხლეში აკეთებდა. ცოტა აი რაღაცნაირად დამამძიმა, მაგრამ ბედნიერად დამამძიმა, რომ აი ძიმე ისტორია, მაგრამ კეთილი ისტორია. პირველი შემთხვევა იყო, რომ თავიდან ბოლომდე ისე წავიკითხე, რომ წარმოდგენა არ მქონდა რაზე იყო ისტორია. სამწუხაროა, რომ ამის ფუფუნება ხშირად არ მაქვს ხოლმე. თქვენ გააქვთ, ასე რომ ძალიან მადლიერი ვარ ამ ეპიზოდის. ძალიან ვისიამოვნე კიდევ ერთხელ. კარგით, მოკლედ დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეწონათ, დაალაიქეთ, დაწერეთ კომენტარი, გაუზიარეთ მეგობარს, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, რომ არ გამოგრჩეთ მომავალი საშიში ისტორიები. და ხო, ზანზალაკით ჩართეთ, რომ შეტყობინება მოგივიდეთ, რომ პირველმა ნახოთ ეპიზოდი. და ბოლოსთვის იმედი მაქვს, რომ არასდროს არავის არ დაგჭირდებათ გულის ან ნებისმიერი სხვა ორგანოს გადანერგვა. და თუ დაგჭირდებათ და გადაინერგავთ, იმედი მაქვს, რომ ლორასავით კარგი ადამიანისგან გერგებათ. აბა ჰეთ, მომავალ შეხვედრამდე.